541 მედალი, მათ შორის 197 ოქრო, 159 ვერცხლი და 188 ბრინჯაო. ასეთია ქართველი სპორტსმენების 2014 წლის მიღწევები ჯუდოისტების წარმატებული ასპარეზობა მსოფლიო არენაზე და გუნდური სპორტის სახეობებში მიღწეული ისტორიული შედეგი. ქართველმა წყალბურთელებმა კონტინენტის საუკეთესო გუნდებს შორის წელს პირველად იასპარეზეს. მორაგბეთა ტრადიციული წარმატებული სეზონი და ქართველი კალათბურთელების უკვე მესამედ მოპოვებული ევროპის ჩემპიონატის საგზური. რამდენად წარმატებული იყო 2014 წელი ქართული სპორტის ნახეთ ნინო გაბელიას რეპორტაჟი. ორად გაყოფილი ქართული საზოგადოება და არ შემდგარი პროტესტი 2014 წლის მთავარი სპორტული მოვლენა სოჭის ოლიმპიადა იყო. ქართული გუნდის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ნაკრების სოჭში გამგზავრების. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში 4 ქართველი სპორტსმენი გამოვიდა და ტურნირი მათთვის წარუმატებლად დასრულდა. მათ შორის საუკეთესო ელენე გედევანიშვილის მე-19 ადგილი იყო. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართულმა წყალბურთელებმა შესარჩევი ეტაპის ბოლოს თურქეთის გუნდი 2 რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხეს და კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდს შორის იასპარეზეს. საქართველოს ნაკრები მომავალი ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ბრძოლას 2015 წლის თებერვლიდან იწყებს. The Irish line, there was a little gap there and it's been exploited and Georgia are going to get in, you know. Nemadze. ქართველი გულშემატკივრის ერთ-ერთმა ფავორიტმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ტრადიცია არ დაარღვია და მსოფლიო თასზე ზედიზედ მეოთხედ გავიდა. პორტუგალოსნები 2015 წელს პლანეტის საუკეთესო გუნდებს შორის ინგლისში ითამაშებენ. 2014 წელს ევროპის ჩემპიონატის ტიტული ასევე საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა შეინარჩუნა. ზედიზედ მესამედ კონტინენტის საუკეთესო გუნდებს შორის ითამაშებს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდი. იგორ კოკოშკოვის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა და ფინალურ ეტაპზე ხორვატიის, სლოვენიის, საბერძნეთის, მაკედონიისა და პოლონეთის გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს. 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი დასახელდა. 7 წლიანი პაუზის შემდეგ სპორტის ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა. ჭრიკიშვილი გასულ წელს ნაჩვენების შედეგების შემდეგ მსოფლიო რეიტინგის ნომერ 1 ძიუდოისტია. ყვავინდებურად წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, რომლებმაც ბოლო 5 წლის მანძილზე მეოთხედ ზედიზედ კი მესამე ევროპის ჩემპიონატი მოიგეს. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ. ქართველი მოჭიდავეებისთვის გასული წელი შედეგიანი არ ყოფილა. საუკეთესო ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იყო, რომელმაც ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო. მე როგორც რიგითი ქართველი კაცი, ოთის ნაკრების გულშემატკივარი ვიქნები რა. წლის ყველაზე ხმაურიანი ცვლილებები საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და ჭიდაობის ფედერაციაში განხორციელდა. თემურ ქეძბაიამ ეროვნულ გუნდში მუშაობა 5 წლიანი წარუმატებლობის შემდეგ დაასრულა. ნაკრების თავკაცად ქეძბაია მისივე ყოფილმა თანაგუნდელმა, ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა ცხადაძემ შეცვალა. სპორტსმენების პროტესტი ფალავანთა კლუბში რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მოჭიდავეთა მოთხოვნა ლუკა კურტანიძის თანამდებობიდან გადადგომა იყო, რაც საბოლოოდ დაკმაყოფილდა და რიგგარეშე საარჩევნო ყრილობაზე დელეგატებმა არჩევანი ოლიმპიურ ჩემპიონი მანუჩარ კვირკველიაზე გააკეთეს. 2014 წლის 31 საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავაძე მსოფლიო სპორტული პრესა წერდა. ქართველმა ფეხბურთელმა კიევის დინამოს კაპიტანი ოლეგ გუსევი სიკვდილს გადაარჩინა. კიევის დინამოს ხელმძღვანელობამ ქართველი ფეხბურთელი გამოჩენილი მამაცობისთვის სპეციალური მედლით დააჯილდოვა. 2015 წელი მნიშვნელოვანი იქნება ქართული სპორტისათვის. მომავალ წელს საქართველოს მნიშვნელოვან სპორტულ შეჯიბრებებს უმასპინძლებს. მათ შორის აღსანიშნავია 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები და UEFA-ს ევროპის სუპერთასი, რომელიც თბილისში გაიმართება.